კოლეგებო, კორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. ახალი ინიციატივებს გაგაცნობთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. თავდაცვის უშუალო კომიტეტი წამყვანი იურიდიული სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს. შემდეგ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილება. დარგობრივი წამყვანი სავალდებულო ჯანდაცვისთვის დაჩქარებული ამაზე მოთხოვნა. კი ბატონო, დაჩქარებულს რო უყაროთ გერჯი. მადლობა. პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. იურიდიული საკითხთა კომიტეტი წამყვანი აღნიშნულ კანონთა პაკეტში არის რეგლამენტიც, თავდაცვის კოდექსიც, საჯარო სამსახურიც არის თუ დამატებით თulit რო სხვა კომიტეტები ჩაერთოს საპროცედუროს მაგალითად ან თავდაცვის კომიტეტის კი ბატონო როგორც გინებთ. მე გამომდინარეა, ალბათ საჭირო არ არის და გადავცეთ შესაბამისად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს. აქ ახალ რეგლამენტში სხვა იქნება ცვლილება შესატანი. არა. მე გვექნება ის კი ბატონო. ის უკვე ჯერ აღმოხდა. შემდეგი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ახალი გაუკეთები გადაიღე. თავდაცვის კოდექსში ცვლილების პაკეტი. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი წამყვანი სავალდებულო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს აზიის და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი გარემოს დაცვის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის პროექტი. დარგობრივი წამყვანი საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო. საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება წარმოდგენილია საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიაში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. რომ გაგვაცნოთ მაინც კვოტები როგორ არის და პოლიტიკურმა ჯგუფებმა როიცოდნენ. კი ბატონო, მოგახსენებთ ანალოგიურად ჩვენ ახალი ასე ვთქვათ მიდგომები ამ შემთხვევაში არ გამოგვივლენია, იგივე რაც დროებით საგამოძიებო კომისიასთან მიმართებით არის ზუსტად ანალოგიურად გადაწყდა, ეგ არის 5 წევრი ქართული ოცნებიდან, 2 წევრი გახლავთ ხალხის ძალისგან, 2 სოციალისტებისგან და 1 იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრისგან. 2 უფრაქციო გასწრებთ, კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა, 10 წევრიანი კომისია იქნება, შესაბამისად ფრაქციის პოლიტიკურ ჯგუფებს თხოვთ წარმოადგინონ მათი წევრები ამ კომისიაში. შემდეგ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადების განხილვას 30 დღის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მენჩი რო უყაროთ ამ გაგრძელებას, მადლობა. ასევე შემდეგი არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მომართვა კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ამასაც ხარო დაუჭიროთ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან გვაქვს ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პარლამენტის წევრის აკაკი ალადაშვილის არჩევის შესახებ. უცავთ უსულიერ წარმატებულ საქმიანობას. შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის დადებითი დასკვნა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ცნობად ვიღებთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნას იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ანგარიში 2024 წლის. ასევე ცნობად ვიღებთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადებით დასკვნას გაერთიანებების ორგანიზაციის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების 2022 წლის ანგარიში. ცნობად ვიღებთ ჯანდაცვის კომიტეტის უარყოფით დასკვნას საკანონმდებლო წინადადებაზე, ასევე გვაქვს წარმოდგენილი გენერალური პროკურორის ანგარიში 2022 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტს. მეათე საკითხად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო კომისიის 2026 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტი.
27-29 წლების პარამეტრებით საპროგნოზო გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს და ბოლო საკითხი არის საკანონმდებლო წინადადება საერთო სასამართლოს ეხება წამყვან კომიტეტად გადაეცემა ჯანდაცვის კომიტეტს ვინაიდან ეხება ანაზღაურების საკითხებს. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს ხდება დახურულია.